რა თქმა უნდა, პირველ რიგში ყოველთვის ველოდებით ხოლმე სანაკრებო პაუზას, იმიტომ რომ ერთმანეთს ნახვა საქართველოში თამაში ძალიან გვიხარია ხოლმე და მით უმეტეს ახლა რო ვიცით რა მნიშვნელობის თამაშები გვაქვს, მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპია და რა თქმა უნდა, მაქსიმალურად მომზადებულები ვარ ჩემი აზრით, მეტოქეც და მეტოქეების შესაბამისად მაღალი დონის ყავს და ყველაფერი რა თქმა უნდა სტადიონზე გამოჩნდება, სტადიონზე გადაწყდება და ვფიქრობ რომ ჩვენ თავს არ დავზოგავთ მაყურებელთან ერთად, ეჭვი არ მიპარება. მთელი საქართველო ჩვენ გვერდითაა, ჩვენ გვერდით იქნება და ჩვენც ვეცდებით რომ იმედები არ გაუცროთ ჩვენ გულშემატკივარს. თურქეთის ეროვნული ნაკრები ძალიან ძლიერი გუნდია, ძალიან კარგი ფეხბურთელები ყავს მაღალ დონეზე და ასე ვთქვათ, რთული თამაში იქნება. რა თქმა უნდა, მოლოდინი გაზრდილია, როგორც საქართველოში, ისე ჩვენ თავშიც, ჩემი აზრით და ის ყველაფერი, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ალბათ სტადიონის გარეთ, უნდა გადავიტანოთ სტადიონზე და შედეგი აუცილებლად სასურველი იქნება.